გიორგი წერეთელი დაიბადა 1840 წელს, გარდაიცვალა 1915 წელს. ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. სიტყვა გვარის ქართულ ქალთა საზოგადოების მანდილოსანი წევრთა კრებაზე 1913 წელს. ხირებულებები, თანასწორობა, თანხმობა, საზოგადო საქმე. გული მიკვდება ქარებს, რომ აქნებამდე ძილით შეპყრობილ ხედავდით, მაგრამ ახლა მოხარული ვარ, რომ ხედავთ გამოღვიძებულთ, რომ აქ შეკრებილ ხართ არა უმიზნოდ, არა ლოტოსს სათამაშოდ, არამედ საზოგადო საქმისთვის. 50 წელი დაკვრებული ვარ ჩვენ საქმიანობას და დავწუნდი, რომ იგი ძალიან ნელის ნაბიჯით მიდის წინ. ეს იმიტომ, რომ ამ საქმიანობაში მხოლოდ მამაკაცები იღებენ მონაწილეობას, რომ საქმე კარგად წარმართოს, საჭიროა საზოგადო საქმეში დედაკაცების დახმარებაც. გადავთვალიერეთ თქვენი წესდება და დავწუნდი, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, თუ თანხმობით იმუშავებთ. ერიდეთ ერთმანეთში უთანხმოებას, მტრობას, ამ ურთიერთო უთანხმოებამ, მტრობამ დაღუპა საქართველო და ვიღუპებით დღესაც. ამან წარმომადგენლმა მწარი სიტყვები. ერთი ქართველი საზოგადო საქმეში გმირია, ბევრი კი ყველა ვირია მეთქი. იარეთ, იმუშავეთ, ერთად თანხმობით და მაშინ თქვენი შრომაც ნაყოფს მოიტანს. ქალის როლი საზოგადოებაში 1914 წელი. ხირებულება, თანასწორობა, პირველი ქალის მნიშვნელობა კაცობრიობის ცხოვრებაში. მეორე, რას უნდა მიექციოს განსაკუთრებული ყურადღება დღევანდელმა ქართველმა ქალმა? აკაკის პასუხი. როგორც დაბადება მოგვითხრობს, ღმერთმა რომ პირველი კაცი ადამი გააჩინა, უკმაყოფილო დარჩა, ბევრი ნაკლი აღმოაჩინა მასში და შექმნა ქალი. ეს ლეგენდა გვაგულისხმებს, თუ ქალი უფროსად ნდომებოდა უფალს, მაშინ თავის ძვალს გამოუღებდა, თუ უმცროსად ფეხისას, მაგრამ ნიშნად თანასწორობისა შუადან გამოუღო გვერდი. მეორე, წარსულს რომ ძველი დიდების მოქმედება ქვაკუთხედად დაუდვას ახლანდელ მოთხოვნილებას, ამის წასასრულებლად ყველაფერი ხელთა აქვთ, გრძნობაცსა და გონებაც. პირადად მე მწამს, რომ დღევანდელ მომაკვდავ საქართველოს ქალები გამოაბრუნებენ.